ამჯერად ნამდვილად მოგიწევთ დროის გადაწევა და 15-ოდე წუთით მისი გაჩერება, იმიტომ რომ რამდენიმე საუკუნის წინ ვიმოგზაურებთ. გასულ კვირას ჟურნალისტის დღიურის გადამღები ჯგუფი ტაუკლარჯეთში იმყოფებოდა პრეისტორიული ხანის ნასახლარები ჯერჯერობით არქეოლოგიურად შეუსწავლელია, თუმცა ქართულ საისტორიო წყაროებში მათ შესახებ ინფორმაცია მაინც მოიძებნება. ათასწლეულების წინ იქ მცხოვრები მოსახლეობა ქაჯთა სახელით იყო ცნობილი. დღეს უკვე ვარაუდობენ, რომ ეს ის ადგილებია, რომელთა შესახებაც შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში წერს. ალექსანდრე გაბუნიამ მოინახულა ქაჯთა ქალაქი და საინტერესო მასალად ჩამოიტანა ტაუკლარჯეთიდან წამოშვიდობის. საინტერესო ექსპედიცია გამოგივიდათ. და პირველ რიგში აღვნიშნოთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს წინ მოვყვებით, იმიტომ რომ სიუჟეტში უნდა ნახოს ეს მაყურებელმა, რა არის ახალი აღმოჩენა. ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმი არსებობს ამ მხარეში არსებობდა ეკლესია მონასტრებზე, ისტორიულ ძეგლებზე, ასევე იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე, თუმცა ის რაც გადავიღეთ ჩვენ, ნამდვილად სიახლე იქნება მაყურებლისათვის. ამის შესახებ საზოგადოებამ დღემდე ნამდვილად არ იცოდა. ჩვენ დაგვიკავშირდა გასულ კვირას ისტორიკოსი, ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ბუბა კუდავა, რომელიც შემოგთავაზა წავსულიყავით მასთან ერთად ექსპედიციაში ტაუკლარჯეთში. ინტერესების საგანი იყო პრეისტორიული ხანის ძეგლები, რომლებიც მდებარეობს ტაუკლარჯეთში, ესენია ქაჯთა ციხე, ქაჯთა ქალაქი და თეთრციხე. მაგალითად ქაჯთა ციხე მდებარეობს ძალიან რთულად მისადგომია და საკმაოდ რთული და ძნელი გზის გავლა მოგვიწია, სანამ მივიდოდით ქაჯთა ციხემდე. დაახლოებით რამდენ მეტრზეა ეს? ქაჯთა ციხე დაახლოებით იქნება 2500 მეტრი, შესაძლოა მეტიც და არის ძალიან რთულად მისადგომი, არის რამდენიმე მთას შორის მოქცეული და ესე გზად ნამდვილად ვერ დაინახავ ქაჯთა ციხეს, უნდა იცოდე ზუსტი მდებარეობა მისი რომ მიაგნო. ძალიან გაუჭირდა ჩვენს ოპერატორს ნიკოლოზ პატარაიას ზევით ამოსვლა, რადგან აღმოჩნდა. ანუ შენ როგორც ოპერატორმაც ესეც მომიწია რაღაცა რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერა ქაჯთა ციხეზე, იმიტომ რომ მას სიმაღლისეში აღმოაჩნდა. კი ბატონო, ყველაზე მთავარი ალბათ ამ ისტორიული ძეგლების მონახულებისას და მთავარი სიახლეც ალბათ ის არის, რომ მას აქვს დიდი საერთო კავშირი ვეფხისტყაოსანთან. რა დამთხოვებია? როგორც იცი, ეს არ არის რეალურად ისტორიული ტაუკლარჯეთი, ეს არის ისტორიული მესხეთის ტერიტორია და როგორც იცი, შოთა რუსთაველი წარმოშობით იყო, ვარაუდობენ, რომ წარმოშობით იყო მესხეთი და შესაბამისად ეს ისტორიული ძეგლები და იქ მცხოვრები მოსახლეობა, ასევე ნაქალაქარები, ციხე-ქალაქები მისთვის უნდა ყოფილიყო ნაცნობი. თუმცა დღეს ძალიან რთული არის ვისაუბროთ იმაზე, რომ რეალურად გულისხმობდა თუ არა ამ ციხეს შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში, თუმცა ძალიან საინტერესო არის ერთი ფაქტი, რომ ემთხვევა სახელი და ემთხვევა აღწერილობა იმ ციხისა, რომელიც ციხეც გადავიღეთ ჩვენ. ანუ ეს აღწერილობა ვეფხისტყაოსნის რეალურად დაემთხვა იმას, რაც ჩვენ ნახეთ ტაუკლარჯეთში. და რაც შეეხება თეთრ ციხეს, ეს არის უძველესი ნაქალაქარი, პრეისტორიული ხანის ნაქალაქარი, რომელიც თარიღდება მეორე-პირველი საუკუნეებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე და ეს არის კუნძულზე, შუაკუნძულზე ტბაში და ვარაუდობენ ასევე მეცნიერები, რომ შესაძლოა ეს იყოს გულანშაროს ქალაქი, რომელიც რომელზეც ასევე ფრიდონის სამეფო, რომელზეც ასევე წერს შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში. დიდი მადლობა ალექსანდრე, ნახოთ, მაშასე ამოვიცნოთ ციხე, სადაც რუსთაველის მიხედვით ქაჯებმა ნესტან დარეჯანი გამოკეტეს საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნასახლარზე, ალექსანდრე გაბუნიამ და ნიკოლოზ პატარაიამ გაიარეს. ამადგენ საუკუნეების წინ საქართველო ერქვა. საუკუნეების შემდეგ კი აქ ყველაფერი შესრულია. უძველეს ქართულ ეკლესია მონასტრებზე ხშირად მეჩეთის მინარეთებს შეხვდები. მიუხედავად ამისა, აქ ჩამოსულს უცხო მხარეში ყოფნის განცდა მაინც არასდროს გეუფლება. უძველესი ტაუკლარჯეთი დღემდე შორეული დიდების მემატიანედ რჩება. მიუხედავად უცხოტომელთა კვალისა, აქ ისტორიამ, საუკუნეების წინანდელი ქართული ციხე-კოშკების, ეკლესია მონასტრებისა და ქალაქების ნანგრევები მაინც შემოინახა. ჩვენი ექსპედიცია ზღვის დონიდან 2500 მეტრზე იწყება.
ჭრილის ტბის ნაპირას ახლა თურქული სოფლებია. ტბის შუაგულში კი უძველესი ქართული ნაქალაქარი. ეს არის უძველესი ნაქალაქარი, რომელსაც ქართველები შუა საუკუნეებში თეთრ ციხეს ეძახდნენ. სწორედ აქ გვხვდება დარბაზული სტილის ტაძარი, რომელიც ასევე შუა საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. თუმცა თავად ნაქალაქარი სავარაუდოდ მეორე-პირველი საუკუნეებით თარიღდება და უძველესი საქართველოს ტერიტორიაზე ეს იყო ერთადერთი ქალაქი, რომელიც შუა ტბაში, კუნძულზე იყო გაშენებული. არავინ იცის ვინ სახლობდა ამ ქალაქში არქაულ ეპოქაში. თუმცა ფაქტი ერთია, რომ უძველესი კულტურის კვალი ნაქალაქარს დღემდე ეტყობა. ძველი პერიოდი საქართველოში აი ზოლი, არტაანი, ჯავახეთი, თრიალეთი ძალიან მჭიდროდ ჩანს ერთმანეთთან დაკავშირებული ისტორიულ გეოგრაფიულად, ეკონომიკურად და აი ამ ნიშანობლივია, რომ ამ რეგიონებისთვის არის დამახასიათებელი აი ესეთი ტიპის ნაგებობები. თეთრციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები არასდროს ჩატარებულა. ქართველ ისტორიკოსებს კი 90-იან წლებამდე ნაქალაქარის ზედაპირულად შესწავლის საშუალებას არ ეძლეოდათ. საისტორიო წყაროებში ცნობები არც იქ მცხოვრები მოსახლეობის ეთნიკურ წარმომავლობაზე მოიძებნება. საერთოდ როცა ამ ეპოქაზე ვსაუბრობთ, ეს არის დაახლოებით 3-4 წლებით უკან ხომ, ძალიან რთულია ამა თუ იმ ხალხის ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარი, ამის დამადასტურებელი ცნობები ჩვენ არ აქვს, მაგრამ რა პერიოდიდანაც წყაროებში ჩნდებიან ქართველური მოდგმის ტომები, ხომ? აი იმ პერიოდიდან ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერიტორია მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დასახლებული არის ქართველური მოდგმის ხალხით. ნაქალაქარი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. მეგალითური ნაგებობები აქ მიწისქვეშაც არის განლაგებული. ეს არის მიწისქვეშა, მშრალი წყობით ნაგები მეგალითური ნაგებობა, რომელსაც ცენტრში აქვს დედაბოძი და ძალიან საინტერესო გადახურვა. დიდი, ძალიან დიდი ზომის ქვები არის დაწყობილი ზემოდან, სხივისებურად. შესაძლოა საცხოვრებელი ყოფილიყო, შესაძლოა საკრალური დანიშნულების. ფაქტია, რომ ამას წმინდა პრაქტიკული დანიშნულება, სამშენებლო დანიშნულება არ ექნებოდა და არც შემთხვევით ამოკვეთილი ჩანს. იმ პერიოდისათვის კუნძული კარგად იყო დაცული. საკონტროლო კოშკი აქ დღემდე თითქმის პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. სახელწოდება თეთრციხე მხოლოდ შუა საუკუნეების შემდგომი პერიოდიდან გვხვდება. არსებობს ვარაუდი, რომ ამ ადგილს მანამდე გულანჟარო ერქვა. ესეა ზღვათა სამეფო, თვისა 1000 სავლითა. თვით გულანჟაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა. აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა, ზღვა მავლითა. მელიქსურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა. შესაძლოა, როდესაც ჩოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანში ფრიდონის სამეფოს შესახებ წერდა, სწორედ ამ კუნძულს გულისხმობდა. ამასთან ერთად ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე პოემაში აღწერილი ქალაქ გულანჟაროს მსგავსი ნაქალაქარი გარდა თეთრციხისა არ არსებობს. ვეფხისტყაოსანი ეს არის მხატვრული ნაწარმოები და იქ აი ამ სახის ისტორიული სინამდვილე ვეძებოთ ძალიან რთულია, თუმცა და წარუმატებელი გზა არის, თუმცა მაინც საინტერესოა, რომ როგორც ჩანს იმ ეპოქისათვის, სადაც შოთა რუსთაველი ცხოვრობდა, არ იყო უცხო არც ციხე ქალაქი კუნძულზე და არც ისეთი ტოპონიმები, როგორც ისეთ სახელწოდებების ციხეები, როგორც არის მაგალითად ქაჯის ციხე. იქვე მეზობლად არის საინტერესო ტოპონიმი ქაჯთა ქალაქი. ეს სიმბოლიკა შოთა რუსთაველისთვის იყო ნაცნობი. ქაჯთა ციხე კუნძულზე მდებარე თეთრციხის ნაქალაქარიდან დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. უძველესი ციხესიმაგრე ძალიან რთულად მისადგომია. ჟურნალისტის დღიურის ექსპედიციის წევრები ახლა ქაჯეთის ციხისკენ მივიძებთ. თუ რომელ ეპოქაში აგებული, დღეს უკავშირდება ციხის სახელწოდება, ისტორიკოსებისათვის ცნობილი არ არის. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქაჯეთის ციხე უძველესი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული და რთულად მისადგომი ნაგებობაა. ქაჯის ციხე როგორც ირკვევა, ამართლებს თავის სახელწოდებას.
არის არაჩვეულებრივ ადგილას შეურჩევიათ მის გასაშენებლად და სათავდაცვო ნაგებობების კომპლექსი არის არაჩვეულებრივად დაგეგმილი. მე პირადად ასეთი ციხე არამც თუ ისტორიული მესხეთის ტერიტორიაზე, მთელ საქართველოს ტერიტორიაზე არ მინახავს. აი ეს დაცული და კარგად დაცული და მიუვალი ციხეები ბევრი გვაქვს, მაგრამ ამ ციხეს მიუვალების გარდა ახასიათებს თავდაცვითი სისტემების ძალიან კარგად მოფიქრება და გეგმა. გაჯეთის ციხე არტაანში, მდინარე მტკვრის შენაკადთან მდებარეობს. ტაო-კლარჯეთის თურქული მოსახლეობა მას შაინატკალეს ეძახის. ციხის ეს თანამედროვე სახელი პირდაპირ თარგმანის გზითაა მიღებული. გაჯდა ციხე სალკლდეზეა აგებული, ისე რომ სასალფეხო ბილიკიც არ მიდის. ამასთან ერთად გალავანიცა და შიდა კოშკურებიც უზარმაზარი ლოდებითაა აგებული. ეს არის ციტადელი და ციტადელის მთავარი გოდოლი, საერთოდ მთელი ციხის მთავარი ბურჯი და მთელი კოშკის გაყოლებაზე არის სათავსო და ყველა მხრივ არის სათოფურები და ზემოდან არის ბანი, ბანზე საბრძოლო ბილიკი და კონგურები ალაგ-ალაგ არის შემორჩენილი. აი ამ დონის ქვემოთ მთლიანად კოშკი არის ყრუდ ნაშენი, რაც მისი სიმყარის გარანტიას იძლევა. ციხესიმაგრის ტერიტორიაზეა დარბაზული ტიპის ტაძარიც, რომელიც შუა საუკუნეებშია აგებული. მანამდე აქ ქრისტიანული კულტურის კვალი არ ხვდება. ციხესიმაგრის შესასვლელი კარი განსაკუთრებულად იყო დაცული. აქ ერთ დაბრკოლებას მეორე მოყვებოდა. ეს არის გალავნის ცენტრალური ნაწილი, მთავარი ზღუდე და ზღუდის კარიბჭე. აი აქ შემოსულ მტერს ალბათ აქვს საბეჭდილება, მანამდე მტერს ხვდება რამდენიმე კარი, მაგრამ იმ კარების გავლის შემდეგ მტერს რჩება საბეჭდილება, რომ ეს არის ბოლო დაბრკოლება. აი ამ დაბრკოლების გადმოლახვის შემთხვევაში ეს კარები უნდა იერიში თუ დაიყონ და შემოამტრიონ, ხვდება მტერს მეორე კარი, მაგრამ მეორე კარის იერიშის დროს მტერი ზემოდან არის დაუცველი, მას ზემოდან ადუღებულ კუბს, წყალს ან კიდევ ლოდებს უშენდება. წერვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა, ქართველთა ღმრთისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად. არსებობს ვარაუდი, რომ შოთა რუსთაველი სწორედ ისტორიული მესხეთიდან იყო წარმოშობით. ამასთან ერთად მსგავსი სახელით საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ციხესიმაგრე არ არსებობს. აჩდა ქალაქი აქამდე მტერთაგან უბრძოლველია. ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს არის ის ქაჯთა ციხე, რომლის შესახებაც ვეფხისტყაოსანში შოთა რუსთაველი წერს. ციხის მდებარეობა და აგებულება ზუსტად ემთხვევა პოეტის მიერ აღწერილ ქაჯთა ქალაქს. ამასთან ერთად ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისადგომი ადგილი და იმდენად კარგად არის ნაგები, რომ პირვანდელი სახე დღემდე შენარჩუნებული აქვს. ქაჯნის სახელად მათ ქვიან, არიან ერთად კრებულნი, კაცნი გრძნები სამწოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი. ქართულ საისტორიო წყაროებში გაჯეთის ციხის შესახებ ცნობები საკმაოდ მწირია. დღემდე არ არის ცნობილი, თუ ვინ იყო აქ მცხოვრები მოსახლეობა. მათი ეთნიკური წარმომავლობის დადგენა დღეს თითქმის შეუძლებელია. ჟურნალისტის დღიურის ექსპედიცია ახლა ზღვის დონიდან 1500 მეტრზე გრძელდება. გაჯეთის ციხიდან ქაჯთა ქალაქი დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სავარაუდოდ ამ ორ ისტორიულ ძეგლს იმ პერიოდში ერთმანეთთან კავშირი უნდა ჰქონოდათ. ქაჯთა ქალაქი ფურის სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა ნაქალაქარის შესახებ ზუსტი ისტორიული ცნობები ქართლის ცხოვრებაში ლეონტი მროვალმა შემოგვინახა. ამან ჯავახოს აღაშენა ორნი ციხე ქალაქნი, წუნდა და ქალაქი არტაანისა, რომელსა მაშინ ერქვა ქაჯთა ქალაქი, ხოლო აწრქვიან ჰური. თანამედროვე მკვლევართა აღწერილობაში ამ ადგილის შესახებ ინფორმაცია არ ხვდება. ქაჯთა ქალაქი დღემდე იდუმალებითაა მოცული. კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოში ჩანს, რომ ნაქალაქარს წრიული ფორმა აქვს. ნაგებობის ამგვარი წყობა შესაძლოა რელიგიური ნიშნით ყოფილიყო განსაზღვრული. როგორც ჩანს, მეზობელი ტომობრივი გაერთიანებისთვის ესენი შეგვიძლია გამოვთქვათ მოსაზრება, რომ გამოირჩეოდნენ აგრესიულობით ან რაღაცა გარკვეულწილად გაუცხოებული იყო ეს საზოგადოება მეზობელი საზოგადოებისაგან და შესაძლოა ამიტომაც მოიხსენიებენ მათ ქაჯებად. ქაჯთა ქალაქის შესახებ კიდევ ერთი ისტორიული ცნობა ფარნავაზის მიერ ქართლის გათავისუფლებას ეხება. შეკრიბა ლაშქარი ფარნავაზს და მიეგება ნაქალაქებსა თანა არტაანისასა, რომელსა ერქვა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელი არს ჰური.
ლეონტი მროველის ისტორიული ცნობების მიხედვით, ფარნავასა და აზოს შორის ბრძოლა სწორედ ამ ველებზე უნდა გამართულიყო. დაუკლარჯეთი დღემდე უცნობ ისტორიას ინახავს. ისტორია, რომელიც უძველეს ივერიაში იწერებოდა. საუკუნეების წინათ ამ ადგილს ხომ საქართველო ერქვა.